მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ხალისმა, მე შეაძლევთ დღეს საუბრობთ მეტაყნიშნულოვან თემაზე, ეს არის ქალები ტექნოლოგიებში, თემა, სადაც განსაკუთრებით მხოლოდ კაცები დომინირებენ ამ საქმიანობაში და დღეს ჩვენი სტუმარი არის იანზე გუჩაშვილი, მასწავლებელი, რომელიც თავდასწავლის ახალ თაობას და შთააგონებს მოგონებს, რომ ეს ფერვარს ყველასთვის და შეიძლება რომ ქალებიც იყვნენ ძალიან წარმატებულები, როგორც ყველა სფეროში, მათ შორის აქაც მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა ასეთ მოწვევისთვის. კი ბატონო, თქვენ ხართ მასწავლებელი და ასწავლით ტექნოლოგიების სკოლაში. რამდენად არის დაინტერესება და პირველ რიგში თავშიც აღნიშნე, რომ ძირითადად კაცები მოიაზრებიან მაინც ამ სფეროში და ასე შემდეგ. აი რატომ დაინტერესდით და რატომ არის მნიშვნელოვანი თუნდაც აი აქ ქალების გაძლიერება, ქალების ჩართულობა და კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში თემის წამოწევისათვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე სიმართლე ვთქვა ფიზიკა მათემატიკის მასწავლებელი, მაგრამ იმდენად ტექნოლოგიებში ვიპოვე საკუთარი რესურსები, რომ გადავწყვიტე, რომ კომპიუტერის პედაგოგი ყოფილიყავი სკოლაში. სულ მეორე წელია სხვათა შორის, რაც ამ საგანს ვასწავლი და მეც ახლა დავიწყე ზუსტად ეს ძიება. განსაკუთრებით IT ტექნოლოგიებში და პროგრამირება, დიზაინი, დეველოპერული, ეს ყველაფერი მართლა მამაკაცები არიან დასაქმებულები და თითქოს უფრო ასე კაცური პროფესია, რადიკალური უფრო ფიზიკა, მათემატიკა და სხვა საქმეები, სადაც სკოლაში შეიხედოთ კაცი მასწავლებლები ძირითადში არიან ფიზიკოსი მასწავლებლები, ისტორია, ალაგ-ალაგ სამოქალაქო საინაკლები. ეს არის კიდევ ხო, ესე დაახობილი თითქოს კაც რა უნდა პედაგოგა და პირიქით დაწყებით ეს მასწავლებლებიც არ არიან. ხო, სამწუხაროდ რეალობაა და მე ვფიქრობ ალბათ ძველი თავიდან მორჩენილია ეს ქალის პროფესია რაღაცა და ეს კაცის პროფესია რაღაცა. მე აი ქალს იმდენად მრავალმხრივი გონება აქვს, არაცხადად მამაკაცებს, რომ ყველაფრის დაძლევა შეუძლიათ. უბრალოდ ეს უნდა მოიქცეს, მე ვფიქრობ, პირველში ქალის ინტერესში. ტექნოლოგიებში მანქანის დაშლა ცხოვრება უნდა ქალს, მე ვფიქრობ, უკეთესად დააწყობს და ალბათ მანქანას უნდა შექმნის. ჩვეულებრივ მანქანას, მაგრამ ტექნოლოგიებში სარწყვის მანქანა ვიღოთ, საკერავი მანქანა და ასე შემდეგ, აი ესეც ხო ტექნოლოგიებია ჩვენ თაობაშია რა. ყველაფერს ქმნიან და აკეთებენ რეალურად ქალები და მე ვფიქრობ, აი ახალი თაობა უფრო მეტად აბარებენ გოგონები და სხვათა შორის უჭირთ მშობლებს ამისი გაგება რა მათ რა გინდა. მაგრამ რეალურად მოდის ეს თაობა, რომელიც უფრო ტექნოლოგიურად ვითარდება და მე რასაც ვუყურებ ნაცნობ დაწრეში, გორის მაგალითი, გამიც მაგალითი წავიღებ, რომ ბევრი გოგონა, რომელიც დაინტერესებულია ძალიან კარგად გამოსდის. ანუ არის ინტერესი აი ამ ახალი თაობიდან სკოლებში, აი ესეც უფრო მეტად არის. უყურეთ რა ხდება, ვინც ტექნოლოგიებს კარგად ფლობს, ის სკოლაში აღარ მიდის. ის მიდის უფრო კომპანიებში, იმიტომ რომ ყველა ჩასაფრებულია სპეციალისტი გამგია. სასკოლო ასაკის ბავშვებს. მაგრამ აი პრობლემა ეს არის ზუსტად, რომ იმ სასკოლო ბავშვს როგორ უნდა გაუჩნდეს იმ ტექნოლოგიის ინტერესი, თუ კი არ ეყოლება კარგი კომპიუტერის სპეციალისტი, კარგი მასწავლებელი, რომელიც ამ ყველაფერს გაუგზავნის. სამწუხაროდ არ ექვიჭებები და ასე ვთქვათ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მე ძალიან მიხარია ახალი სისტემით, რომ ტექნოლოგიები წამოწიეს მაღალ პლანზე, თორე მაგალითად ძალიან ბევრ სკოლაში რომ შევხვიდეთ ან ნახოთ მონაცემები, რეალურად არ არიან სერტიფიცირებული კომპიუტერის მასწავლებლები, იმიტომ რომ ამ 2 წლის განმავლობაში მასწავლებელს აქვს უფლება ასწავლოს მომიჯნავე საგანი. მაგალითად მე ვარ მათემატიკაში სერტიფიცირებული და შემიძლია ვასწავლო კომპიუტერული ტექნოლოგიები, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიები თვითონ ცალკე მეცნიერება და ის რომ ახალი სისტემა სადასანისოს ახალი მოთხოვნა რომ 2 წელი ეძლებათ პედაგოგებს რომ სერტიფიცირებულები გახდნენ ამ საგანში თუ ნებისმიერ სხვა საგანში თუ ვეღარ ასწავლიან რეალურად ამის წინაშე დავდექით და ეს არის ძალიან კარგი ფაქტი. მისასალმებელია, იმიტომ რომ იმდენად ვითარდება ტექნოლოგიები, რომ დიდი ნაწილი თუნდაც პედაგოგებისა დიდი წლები არ სჭირდება, 3 წელიწადში შეიძლება ფეხი წვება რა წყოს. ელემენტარულად რომ გააკეთოს ტესტი, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ, კლასში ვერ აკეთებენ.
სამწუხაროდ ვერ გააკეთონ და ვერ აკეთებენ. და ორი წლის კაციც ერთნაირად ჭირდება. ერთნაირად ჭირდება და აი მე გავუშვი რომ მამაკაცები არ არიან ძირითადად სკოლებში, ქალები არიან და ამ ქალებს ჭირდებათ ეს ტექნოლოგიური უნარები მომავალი თაობისთვის. თავისთვის მოყოლის დონეზე დამიწყენ ეს სწავლა ტექნოლოგიებისა და უბრალოდ არასამთავრობო სექტორში ვასწავლეთ დიდი ხანი კომპიუტერებს, გვიან შევედი კომპიუტერების შესასწავლად სკოლაში, კოლეჯში დღესაც ვასწავლი კოლეჯ ამაკში კომპიუტერებს და იქაც ხვდებიან რომ ძალიან მაღალი მოთხოვნა ამაზე, იმიტომ რომ ელემენტარულად პროგრამის წაკითხვა მაინც უნდა იცოდე, რომ შენ მედიკამენტი იპოვო ზუსტად სად არის და არ შესთავაზო სხვა მედიკამენტია სხვა კომპანიის ან ფილტრი მაინც უნდა. აი, ბევრი ძალიან ისეთი პატარა ნიუანსი, რომელიც უნდა იცოდეს ქალმა კომპიუტერული ტექნოლოგიები არა მხოლოდ მასწავლებელმა, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში და თუ კი 2 წლის წინ ხელოვნური ინტელექტი პირობითად არ იყო გავრცელებული და შეიძლება კომპიუტერის მასწავლებელსაც ახალი ყოფილიყო, დღეს უკვე ეს ხელოვნური ინტელექტიც მინდა გკითხო, რამდენად იყენებთ თქვენ სწავლების პროცესში და რამდენად არის დიდი დაინტერესება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამის გარეშე უკვე ამ ეპოქაში შეუძლებელია და რატომ არის მნიშვნელოვანი აი თითოეულად იცი მე რა მიხარია სამაზესო დონეზე. მე მიხარია რომ ბავშვები უსწრებენ პედაგოგებს ხელოვნურ ინტელექტთან მეგობრობაში. დიახ, თუმცა ერთია დოზით მოიხმარენ ისინი და თუმცა საფუძველი გამოყენება და მისი სწავლება შემდეგ. უბრალოდ ეთანხმებით იმაში, რომ ბავშვებმა არ იციან როგორ გამოიყენება. ბავშვები ამათ აი ხელოვნურ ინტელექტს უკვე დათულ სამსახურს უწევს ბავშვებს. მაგრამ ბავშვები, რომლებიც უნდა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, ძალიან კარგად იყენებენ. აი მაგალითად, პირობითად ვიზახი ჩვენ დროს და წლების წინაც ერთი წიგნი შეიძლება წაგიკითხა დაგჭირებოდა, იმიტომ რომ ამოგიღო რამდენიმე ერთგვერდიანი ძირითადი მასალა, რაც შეიძლება ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში. ძალიან მეცნიერულ საქმეში ჩამოვთვალე ახლა, რომელიც არა იგივე მათემატიკაში ვერ გაიგო ბავშვმა მათემატიკა რთული საგანია, ვერ გაიგო ბავშვმა რა აუხსნა მასწავლებელმა. დაჭდა ეს ბავშვი და ხელოვნური ინტელექტს ეკითხება, პირობითად პატენტური განტოლება როგორ გამოთვალა. ხელოვნური ინტელექტი მიიღება და შეიძლება იმაზე უკეთესად აუხსნა, ვიდრე პედაგოგი ამას აუხსნიდა. აი, თავის ენაზე მასწავლებელს ვერ კითხა, ბევრი ბავშვი ყავს გაკოცი და ეხლა x კვადრატი რა არის, მაგრამ ძალიან ადვილად შეუცვალა ხელოვნური ინტელექტი. ბავშვებს რა შეუძლია გაკეთონ ხელოვნურ ინტელექტში, გამოიყენონ, უარყოფითად გამოიყენონ, დადებითად, მაგრამ ის სწორი მიმართულება შეიძლება. ხელოვნური ინტელექტს მათემატიკის მაგალითს რომ დაანათებ, არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი, ბევრი პროგრამა არსებობს. რა გამოდის ის რესურსის მაგალითი, იმათთვის მაგალითი გადაწერა რეალურად რა გამოვა, არაფერი, ვერ ზონა ვერ მიიღო. მაგრამ თუ ჩაუღრმავდება და კითხავს, ეს ვერ გავიგე და საიდან გამოვიდა, მე სუპერ თქმა უნდა გებიანია სწორედ გამოყენება უნდა ვასწავლო. კი, სწორედ გამოყენება უნდა ვასწავლოთ ამცერად. მაგრამ მეორე კითხვა რა, ვინ უნდა ასწავლოს ეს სწორად გამოყენება? გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და ბევრ ფუნქციას იწევს. ზოგიერთ თუნდაც კომპიუტერის პედაგოგს და სხვა პედაგოგებს უკვე ნაკლებად ამას საუბარი არის ხელოვნური ინტელექტის თვითონ გამოყენება. ყველაზე გავრცელებული არის ChatGPT და Gemini, რასაც ვიყენებთ და ვეკითხებით და ბავშვები უფრო მეტ სწავლობენ მერე ამის ირგვლივ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მასწავლებლების პრობლემა განვითარდნენ, როგორც თვით განვითარებით, ისე მოწვეული სპეციალისტების ხარჯზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამისტრომაზე იზრუნებს. ჯერჯერობით არ ხდება ხო თქვათ? არა, ჯერჯერობით გადაძაბვა არ ხდება. სამწუხაროდ არ მომხდარა, მაგრამ უყურეთ რა არის გამოცდას, რომ აბარებ სერტიფიცირების არის კომპიუტერული ტექნოლოგიის სპეციალისტი. თუმცა ხელოვნურ ინტელექტზე ჯერ მხოლოდ პრეზენტაციაში თუ იყო მოცემული საკითხები, ანუ ამაზე ჯერ არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან უკვე დაეშვა, მაგალითად, რომ სკრეჩი პროგრამირების ენაა, შევიდა, მე ვფიქრობ, რომ ამის საკითხებიც ნელ-ნელა წესით უნდა შევიდეს საგამოცდო საკითხებშიც, რათა პედაგოგები მათ ჩააბარონ და განვითარდეს ამას ვთქვი და გარდა ამისა, როდესაც ტექნოლოგიებს აბარებ, შენ პედაგოგს უნდა გქონდეს უნარი თვითგანვითარების. მაგრამ თუ კი შენ არ ახარ ამისი სპეციალისტი და შედიხარ სკოლაში და ასწავლი, ვერ განვითარებ, იმიტომ რომ მათემატიკი ხარ და მათემატიკა შენი ძირითადი საგანი და
მათ მასწავლებლებსაც ისედაც ძალიან ბევრი საქმე აქვს სკოლაში. ანუ სწავლიან მათემატიკის მასწავლებლები სკოლებში. ფიზიკები, ისტორიასაც აჭერენ. არა სპეციალისტები, რა ძალიან სამწუხაროა და კიდევ ვიმეორებ სამის ამაზე ზრუნავს, რომ გამთავრდეს, მაგრამ რა დააშალა ჩემმა შვილმა, რომელიც ახლა სწავლობს ეს ორი წელი, ხუჩებმა შეუძლია თავისუფლად იკითხოს და მე ვფიქრობ, რომ და თუ მამაკაცები წამოვიდნენ სფეროში, ესეც იქნება სიმართლე კითხვა, ესეც არ იქნება ცუდი. ისე როგორც ქალები წავიდნენ IT პროგრამირება, დეველოპერი და ასე შემდეგ ამ სფეროში და ქალებში მე ვფიქრობ სტატისტიკაც რომ ნახოთ, არ გადამიმოწმები ამაში მომატებული იქნება ეს ბოლო წლები ქალების ან მანდილოსნების პროგრამების მიმართვიანობა და ეს არის ცალსახად ძალიან კარგი. თქვენ როგორც ქალი თუ გქონიათ რამე გამოწვევა აი ამ კუთხით და გოგონების მხრიდანაც არის იგივე დაინტერესება მაგალითად სკოლებში გაკვეთილზე თუ უფრო მეტად ბიჭებს აინტერესებს სოციალური ინტელექტიც და უყურეთ როგორ არის მოსწავლეებს აქვთ ასე ვთქვათ შედარებას გავაკეთებ გუბკა ქართულად როგორ არის გუბკასავით გონება რომელიც ისწავლოს ყველაფერს შეიძლება ერთი სიტყვა რომელიც წამოსდეს ხელოვნურ ინტელექტზე და ერთი რაღაცა მომავალ გაკვეთილზე მოვიდნენ უამრავი კითხვით რომელიც ჯერ გაშლილი არა გაქვს კარგად და ამ დროს რა თქმა უნდა არის გამოწვეული ბავშვს ჯერ სიმართლე უნდა უთხრათ რომ მე ამას გავარკვევ და აუცილებლად მომავალ გაკვეთილზე ანუ ახლოს გაკვეთილზე ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ ბავშვის მოთხოვნა არაფერთა შეიძლება ყველაზე დიდი შეცდომა ხო ანუ დიდი მოთხოვნა რომ არის და სწორედ ის დროა რომ ეს საკითხი მათ ისწავლებოდეს იქამდე მივდივართ რადგან ყველაზე დიდი გამოწვევა დაინტერესებას თორდა რეალობა აი უყურეთ როგორ არის მათემატიკა ზუსტი მეცნიერება მასწავლებელმა ის იცის და შეიძლება მეთოდები შეცვალოს თანამედროვეობაზე მორგებული მაგრამ ტექნოლოგიები ვითარდება დღეებით და კვირაობით ხო მასია რა ოპერაციები კეთდება ხელოვნური ინტელექტით უკვე და წამალს ქმნიან ხელოვნური ინტელექტი და ცდები შემცირდა ხელოვნური ინტელექტით და ეხლა როგორ გინდა შეიძლება მე მომავალ სასწავლო წელს რომ მივიდე ისეთი რაღაცა იყოს უკვე შექმნილი რომ მე თუ არ ვიმუშავე პირველ რიგში საკუთარ თავზე და შემდეგ ბავშვებს არ მივაწოდე შესაბამისი დოზით რომ მათაც თავის თავზე დაიწყონ მუშაობა და მეტი და მეტი ისწავლონ ტექნოლოგიის ცოდნა ზუსტად ეგ არის რომ გაუღვიძო რაღაცა უნარები მივაწოდო ინსტრუმენტები შემდეგ იმათ ააშენო რაღაცა თავისი საკუთარი შექმნა დაინახონ და მიხვდნენ რომ აი მე ეს მჭირდება და მე წავიდეს ის გოგონა ზუსტად ტექნოლოგიურად განვითარებაში და კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესდეს მასწავლებელი ექიმი მოძველებული ტექნიკით და ექიმი თანამედროვე ტექნიკით რა თქმა უნდა რომ მჭირდეს რაღაცა და მივდივდე მივალ იმასთან რომ მოგაწესენი იცის იმიტომ ეს ეპოქა სად პირობითად ვიცახი მაგ გასაკეთებელი ოპერაცია იმპლანტი უნდა ჩაუსვა მენჯის ხო სადაც ჩაჭერილი იქნები მუხლამდე თუ მექნება აი რაღაცა მხევა ჭრილობა რომელსაც დამუშავების პირდა სჭირდება თქმა უნდა წავალაკეთ ბატონო ახალ სისტემაზე მინდა გითხოთ ვიცით რომ განათლების სამინისტრო გეკავს დამთავრებელი კლასის მოსწავლეების მომზადებას ამაზე მინდა რომ მეტი ვისაუბროთ რამდენად მზად არიან თვითონ მასწავლებლები და შევაფასოთ აი ეს არის მნიშვნელოვანი საჭირო და ასე კი ბატონო ანუ პილოტირებულია უკვე დაწყებულია ეს პროგრამა სადაც მე-11-მე-12 კლასელები უკვე ემზადებიან მომავალი ცხოვრებისათვის ნუ სკოლას გოდათ ამისთვის ამზადებს მაგრამ აქ უკვე რომელი ფაკულტეტი ერჩიონ რა ინსტიტუტი ერჩიონ საით წავიდნენ და ამიტომ შემიძლია რომ აძლევენ ტექნიკურ განათლებებს ანუ სტუდენტის სტატუსი და მე რეალურად ეს მოსწავლეები უკვე მოსწავლეები აღარ ასე ვთქვათ უჩვენებათ მოსწავლის სტატუსი და სწავლები მაგალითად ძალიან საინტერესო საქმეებს აი პირობითად მებაღეობა ბაღის დიზაინი ეს აი ზოგადად დიზაინის მასწავლებლებს თუ არის დიზაინის პროგრამები რა მასწავლებს ფიზიკური რესტორანი და ასე ვთქვათ დატესტირებული არ არიან პედაგოგები რამდენად იციან ეს დიზაინის პროგრამა შესაბამისად მე ვფიქრობ უკვე ასე ვთქვათ ამართა დაგებზე სამინისტრო დაიწყებს გარკვეულ ტრენინგებს რომ მოამზადოს პედაგოგები ამისათვის მისცეს რაღაცა ბაზა რესურსები რათა მომავალი სასწავლო წელი მნიშვნელოვნად დაიწყოს გარდა ამისა აქამდე იყო საბაზისო განათლებაში კომპიუტერული ტექნოლოგიები პირველიდან მე-6 კლასამდე ისწავლებოდა მხოლოდ და უკვე არის მე-7-დან მე-9 კლასამდე ჩაშვების პროგრამირება უნდა ისწავლებოდეს
ახაც მასწავლებლების დიდი კითხვის ნიშანია ის ვით სერტიფიცირებულია იქაც კი და არა სერტიფიცირებულზე უკვე აღარ არის ლაპარაკი იმიტომ რომ იმისთვის ძირითადი თავისი სადარია და თუ კი კარგი ტექნიკური უნარები არ აქვს და თუ კი არაპირებს რომ გამოცდა ჩავაბაროს ხო იმისთვის ინტერესის სფეროსაც კი სცდება რატომ მოსწრებიცაში მხოლოდ ჩემი საგანი უნდა მქონდეს და რატომ დავიტყვი რომ მოდი მიყვები და ვასწავლი და როცა მოსწავლე უკვე მეტი იცის ხო იქ პედაგოგის რეიტინგიდან დაწყებული სკოლის რეიტინგით გაგრძელებული და ზოგადად კლასიფიკაცია პედაგოგების ძალიან იკლებს შემდეგ უკვე დაბლამოდის და აქედან გამომდინარე სკოლაში ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს კომპიუტერები გარკვეულ საბაზისო დონემდე არა მხოლოდ კომპიუტერის მასწავლებელმა ელემენტარულად კარგი პრეზენტაციის გაკეთება თანამედროვე ტექნოლოგიებით კარგი სიუჟეტის რაღაცის აწყობა მინიმალური მეტად მოსწავლე ახალს ითხოვს რა დაფაზე დაწერე და გადაწერი აღარ უნდა ახალი თაობა რა უნდა რაღაცა თანამედროვე კამაში აწყობილი რაღაცა პოსტერის წარდგენა რომ მეც ასეც ავაწყობ და ნამუშევარს გიფასებ შემდეგ მე გულით გაფასებ მასწავლებელი ამაში და ის ბევრ უნარებს ჩასდებს იქ ბევრი რაღაც უნდა გააკეთოს სურათი დაამუშავოს ტექსტი დაამუშავოს ფერი შეარჩიოს ანუ ეს ამ ყველაფერს დასწავლით თქვენ ახლა ითვალისწინებს ეს ვიცით სასტარტოზე გვაქვს კი ანუ გვაქვს ძალიან ბევრი ახალი წვრილი პროგრამა რომელიც არაზის სასწავლო პროგრამაში მაგრამ მოსწავლე ეთხოვს უნარები უნდა განუვითარო Word-ი Excel-ი PowerPoint-ი ძალიან მოწველებულია იმისათვის ახალი თაობისთვის ეს აი როგორც არის ესე მაგალითად რომ ენა ინგლისური თუ არ იცი კომპიუტერთან ვერ დაჯერები საბაზისო ენა საბაზისოა Word-ი Excel-ი PowerPoint-ი რა ბავშვი თვითონ სწავლობს ამას და მეტი უნდა სკოლისაგან ითხოვს მეტს პედაგოგი თავისთავისგან უნდა ითხოვდეს მეტს არ არის ის უნდა ყველა პედაგოგი მათემატიკაში გარკვეული პროგრამები სადაც შექმენი და ბავშვს აჩვენება თვითონ სენსორული ეკრანები გვაქვს ძალიან ბევრ სკოლაში ხო შემოტანილი რომელზეც თვითონ დაფა სენსორული რომელზეც მუშაობს მასწავლებელი ეხლა უყურეთ ამ ხელოსნობა ფიზიკის მასწავლებელი რომელიც დაფაზე მუშაობს და ლაბორატორიაში და რომელსაც ახასიათებს ელექტრონული ლაბორატორია ბავშვს უნდა ასწავლოს ხელა ხელში თვითონ არჩევს ძაბს, სიმკვრივეს, თვითონ არჩევს მოცულობას, თვითონ არჩევს მასას, თვითონ არჩევს სიმკვრივეს და შემდეგ თვითონ დაუყენებს ხელის პარამეტრებს და თვითონ ხელს მიხამისებს. მასწავლებელი რომელიც მინდა გავაკეთო და აი რაღაცას დაფაზე უხაზა უხსნებ ფორმულას ეუბნები რომ ეს ჰუკის კანონია და ეს დაიზეპირე და ვერც კი ხდება რაში სჭირდება შენ ჰუკის კანონი ცხოვრებაში რა თქმა უნდა ის ნაკლებად ხმარს უკვე და ნაკლებად ისწავლის უკვე ფიზიკას. კი ბატონო, თვითონ მასწავლებლები თუ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, თუნდაც გაკვეთილების გაუმჯობესებაში რაღაცა ახალი იდეების და მეთოდების და მოშტე შეპირებებთ თუ იყენებენ. როგორც იცით, ახლა სამასწავლებლოში საუბრის დონეზე თუ გადიხილეთ, იმიტომ რომ მე ვერ შევაფასებ და სხვა პედაგოგის განათლებას და ასე შემდეგ, მაგრამ სხვადასხვა როგორც კი ვიტყვი რომ რაღაცა ახალი აღმოაჩინე და გავიგე, მაგრამ ჩემი კოლექტივი ძალიან არის ამაში მომდომებული, რომ აი ქართულში როგორ გამოვიყენო, ისტორიაში როგორ გამოვიყენო, მოხმარა ვაგებინო პირამიდან, ასეთი ხელოვნური ინტელექტი აბარაში დამეხმარება, ანუ რომელ პროგრამაში გამუშაო, რომ ბავშვმა იხარისოს, რომ მიხვდეს ის ფარაონი რა იყო ის დამუშავება. სხვადასხვა ინტეგრირებული განკვეთილების პლუსიც ეგარიყო, მე რო ისტორიას ვასწავლი და მინი ავუხსენი, ქიმიის მასწავლებლებმა თავის ელემენტები უნდა შემოიტანოს. გეოგრაფიის მასწავლებლებმა თავისი ელემენტები უნდა შემოიტანოს, გეოგრაფიულად რატო ხდებოდა იქ ესე, ასე. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის მასწავლებლის წვლილი ყველგან არის და მთავარიც ეგ არის და ანუ ტექნოლოგიის პედაგოგი მარტო ბავშვებს კი არ ასწავლის, სასწავლო პროცესში ყველა საგანში შეღწული. აი ყველგან, იმიტომ რომ შენთვის ის პროგრამა მნიშვნელოვანი, შენ ამას შემოგვიჭრება მათემატიკის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, ერთ-ერთი პროგრამაში შეგიძლია მუშაობდნენ. ანუ სხვადასხვა პროგრამებში უკვე მაღალი შედეგი ქონდეს და ბავშვი იმასაც სწავლობს და იმასაც სწავლობს და ანუ უფრო მეტ მოტივაციას უჩენს ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ანუ შეგვიძლია გამოვიყენოთ კარგად ხელოვნური ინტელექტი, როგორც მშობლებმა, მასწავლებლებმა, ბავშვებმა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ აქეთ მივდივართ. კარგი, შევაჯამოთ და რას ვირჩევთ ახლა თუნდაც
მათ დაიწყო რაღაც საბაზო დონეზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და შეუძლიათ მათ პროფესიულად კარგად განვითარდნენ და აი რატომ არის აუცილებელი ეს ეპოქაში აი ხოლმე პედაგოგების კოლექტივი ძირითადად არიან ასეთი მასწავლებლები. ჩემი პატრონის ცემა, იმიტომ რომ ხშირად განათლება აქვს, ცოდნა აქვს და ბევრ მასწავლებელს მე იქით სწავლობ მათგან, მე არ ვაკეთებ აი უდიდესი წვლილი აქვს ნამდვილად მასწავლებლებს და იცით როგორი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში სწორპასუხს ვერ გვაძლევენ ხან კი აი ტყუილს ამბობენ მე არ ვენდობი კაც ხელოვნური ინტელექტი იმდენი მისწავლია კი ბატონო ესეც არის იმიტომ რომ დახვეწის პროცესია პირველ რიგში უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი და ჩვენთვის სასარგებლოდ მოვირგოთ ის რაც ვიცით და რასაც ვასწავლეთ. ჩვენთვის სასარგებლოდ. იყო ეპოქა, როდესაც რადიო, ტელევიზია ითვლებოდა ეშმაკის გამოგონილ ხერხად ხმასია ნებისმიერი წამალი ითვლებოდა რომ ეს ჩვენთვის მალე იყო, მაგრამ ზუსტად ესა დამოკიდებულება ახლა ხელოვნურ ინტელექტთან. ნდობას არავინ არ ამოცხადებთ. ყველაფერი არის გადამოწმებადი იმიტომ რომ ყველაფერზე გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ გამოიყენება აუცილებლად ფეხი უნდა ავუწყოთ. თუ არ გვინდა რომ დარჩეთ რა ჩაკეტილ სისტემად სკოლა პენსიურ სისტემაზე უფრო ჩაკეტილ სისტემად გადავიქცეთ, აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი და განსაკუთრებით პედაგოგებმა უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ჩვენ უნდა განვითარდეთ. კი, იმიტომ რომ სხვას უნდა ავაბრალებთ მურაფერს რა, ყველა პედაგოგმა, ყველა მშობელმა უნდა დააბრალოს საკუთარ თავს, თუ კი ბავშვი ვერ დებს შესაბამის რესურსს. პრობლემური ბავშვია, მიეცის, რაც აინტერესებს, აღარ იქნება პრობლემური. რაც აინტერესებს, ის მიაწოდე. არ არის აუცილებელი ყველაფერში ბავშვს ეწეროს 10-იანი. იყოს კარგი დიზაინერი და ისწავლოს მარტო დიზაინი. იყოს კარგი IT სპეციალისტი და ისწავლოს, ისწავლის ქიმიას, ფიზიკას და ბიოლოგიას 10-იანზე. მაგრამ მიაწოდე ისე, რომ იქნებ ძალიან აინტერესებს ფიზიკა. და იქნება ზუსტად ფიზიკა უნდა გამოიყენოს ბიოლოგიაში, ან ფიზიკა უნდა გამოიყენოს სამედიცინო სფეროში, იმიტომ რომ ყველაფერი ფიზიკის ქიმიის ნაზავია სამედიცინო სფეროში, ხო? ანუ ყველა მასწავლებელმა უნდა იმუშაოს პირველში საკუთარ თავზე, უნდა იმუშაოს ბავშვზე და უნდა იმუშაოს აუცილებლად მშობელზე. იმიტომ რომ ამ წლების გარეშე განვითარება შეუძლებელია და განსაკუთრებით ქალებმა უნდა იმუშაონ, იმიტომ რომ დიდი ნაწილი სკოლებში არის ზუსტად ქალებისგან დაკომპლექტებული და გარდა ამისა იმ სფეროში სადაც სწავლენ ტექნოლოგიების მიმართულებით განსაკუთრებით უნდა დასწრონ აუცილებლად მაღალი სტანდარტი. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იამსე გოჩაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი გემშვიდობებით.